თბილისის ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ პიონერთა სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ განაცხადა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის თბილისში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ ბელგრადში ევროპის პირველობის მსვლელობისას გამართულ კონგრესზე მიიღო. ევროპის ჩემპიონატი თბილისში 2013 წლის მარტში გაიმართება და ტურნირის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. თბილისის კონკურენტები ბუდაპეშტი, სკოპიე და სოფია იყვნენ. ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ, მძიმე ნაბიჯები გადავდგით, ბევრი კონკურენტი ყავდა, მაგრამ ამ ჩემპიონატზე მოხდა უკვე ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი დროშის, ეს დროშა ჩამოვიტანეთ საქართველოში და უკვე ვიწყებთ მზადებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისათვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს გახდეს იმ ქვეყნების რიგში, რომელიც მზად არის მუდმივად და რომ მაღალი დონის ტურნირებს უმასპინძლებს. ეს არის ერთადერთი ჩვენი შანსი ჩვენი სპორტის განვითარების და მსოფლიო სპორტის ასპარეზზე გასვლის. ნებისმიერ ესეთი ტურნირი გაძლევს იმის საშუალებას, რომ შემდგომში კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე განაცხადო პრეტენზია. თქვენ იცით, რომ მაგალითად საქართველოს აქ ეხა პრეტენზია ევროპის ჩემპიონატშიც აქვს. ეს ყველაფერი ეხმარება, იმიტომ რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, кейსი დგება, სადაც იწერება რა ტურნირები ქონია ჩატარებული თქვა თბილისში.